ერთი უცნაური კითხვა უნდა დავსვა, ვინ არის რუსეთის მთავარი მტერი დღეს სოფლიოში. ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ ზელენსკიო, შეიძლება თქვათ, რომ ბუდანოვი და ზელენსკი ერთად არიანო. უკრაინის ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც შეგიძლიათ დაასახელოთ, უკრაინელი ხალხიაო, უკრაინელი მეომარიაო, ჯარისკაცები არიანო. შეიძლება თქვათ, რომ რუსეთის მთავარი მტერი არის ეს ოსტატურად რომ მოქმედებს, ბევრი თქვენგანის გააზრებით, პრეზიდენტი ტრამპი, რომელიც ცდილობს რუსეთის დანგრევას, რუსეთის იმპერიული ამბიციების არათუ ჩაცხრობას, არამედ საერთოდ აღმოფხვრას. ზოგმა თქვენგანმა შეიძლება თქვას, რომ რუსეთის მთავარი მტერი ჯერაც არის მიხეილ სააკაშვილიო. არ დავეთანხმები ამ ზოგ თქვენგანს, მაგრამ არა აქვს ახლა ჩემს მოსაზრებას პრინციპული მნიშვნელობა. მე გეტყვით, ჩემი მოსაზრებით, ჩემი გააზრებით, რუსეთის მთავარი მტერი ახლა უკვე გამოდის პრეზიდენტი პუტინი, რომელმაც 2007 წელს განიზრახა საბჭოთა კავშირის მაგვარის სახელმწიფო სხვა სახელწოდებით, რაც საკვირველია 2007 წლიდან განიზრახა საბჭოთა კავშირის მაგვარის სახელმწიფოს აღდგენა სხვა სახელწოდებით, ვინც ის მანამდეც ჰქონდა ეს განზრახული. 2007 წელს 8 წელს დაიწყო ამ პროექტის განხორციელება, ამ იდეის განხორციელება, ამ იდეისათვის ხორცშესხმა. 2008 წელს ერთის მხრივ ბევრი თქვენგანი მეტყვის, რომ დაამარცხა საქართველო, მაგრამ რაღაცა თბილისში არაფრიალ და რუსული დროშა შესაბამისად ქართული სახელმწიფო 2008 წელს არ დამარცხებულა. აქვე ვიტყვი 2014 წელს ყირიმის ოკუპაციით რუსეთმა კიდევ ერთხელ სცადა საბჭოთა კავშირის მაგვარის სახელმწიფოს აღდგენა, კი არა გადადგა ნაბიჯები. 2022 წლიდან უკრაინის მთელი უკრაინის შესანსვით, გადაყლაპვით, გადანადგურებით დაიწყო ამ პროექტის აქტიურად განხორციელება და პრეზიდენტი პუტინი იყო რასაკვირველია მოთავე, მთავარ მოთავე, თუმცა კი ახლა მთელი სამხედრო პოლიტიკური ელიტა, აბა რას იზავდა მეორე მხრივ და ეკოვზი ნაცარში, კი არა ფეხი რუსულ ძერმოში ჩახო რუსეთმა და ეს განსაკუთრებით ჩანს ბოლო პერიოდია, ანუ მას შემდეგ რაც უკრაინა არა მხოლოდ თავს იცავს რასაკვირველია უკრაინა, არამედ უკრაინა მსავსებით მიზან მიმართულად იერიშზე გადადის, წერტილოვნად და მიზან მიმართულად იერიშზე გადადის უშუალოდ უკრაინის ტერიტორიაზე სანთავისუფლებს სოფლებს, დასახლებულ სივრცეებს, დაბებს, პატარა ქალაქებს შესაძლოა და ასე შემდეგ და წინ მიიწევს და ყოველ შემთხვევაში რუსეთს ნამდვილად არ აძლევს შეტევების განხორციელების შესაძლებლობას, მაგრამ რაც ასევე მნიშვნელოვანია, უკრაინა უკვე აწუხებს და აწუხებს არა ასწურის ზნა არის, არ არის ბოლომდე სრულყოფილი, სრულქმნილი ზნა. ამ შემთხვევაში უკრაინა იქით უტევს რუსეთს და უფეთქებს უმნიშვნელოვანეს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ურალს იქითაც კი 1000, 1200, 1500, 1700 კილომეტრი უკრაინის შეერაღებული ძალებისათვის და პირველ ყოვლისა რასაკვირველია ამ დრონების არმადისათვის, ასე დრონების არმიისათვის რასაკვირველია პრობლემა უკვე აღარ არის და ეს ჩვენ ვიცით, ამას ჩვენ ხედავთ, ამას ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალყურს, არა მხოლოდ ურალს იქითაც ძალიან მნიშვნელოვანია, არამედ ურალს აქეთაც ასე ვიტყვი, ან თქვენი ნებართვით ვიტყვი ასე რუსეთისათვის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურას ყირიმის და განსაკუთრებით ნოვოროსიისკის მიმართულებით უკრაინა აფეთქებს და გამოდის, რომ პუტინმა დაიწყო ეს ავანტიურა აბსოლუტურად გაუთვლელად, ანუ არანაირი კალკულაცია არ ქონია, კი ეგონა რომ 3 დღეში, კაი 3 თვეში აიღებდა მთლიანად უკრაინას, მაგრამ აღმოჩნდა რომ არა თუ 3 თვე, 4 თვე, 4 თვე ნახევარი, არამედ 4 წელიწად ნახევარია მიმდინარეობს ეს ომი და ბოლო პერიოდია, კი გითხარით, უკრაინა საოცარ წარმატებებს აღწევს ახლა უკვე რუსეთის ფედერაციის ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირები ფრთხილად შეფარვით, ირიბად, არც თუ ღიად პუტინს უბედავენ და ეუბნებიან რომ თუ ასე გაგრძელდა გარკვეული პერიოდის შემდეგ და ეს არ გასცდება თქვათ ზაფხულს, სექტემბერს, კარგი ოქტომბერს უკრაინა რეალურად ისეთ წარმატებებს მიაღწევს და რუსეთის ეკონომიკა ამასობაში, მათ შორის სანქციების გამო, ისე შემოინგრევა, რომ რუსეთს უბრალოდ არ ექნება ომის გაგრძელების შესაძლებლობა და რუსეთში უკვე შემდგომ დაიწყება სავარაუდოდ დაიწყება დეზინტეგრაციული პროცესები და პუტინმა რამ უნდა იღონოს. ანუ რაღაც ისეთი უნდა მოიფიქროს, რის შედეგადაც ომი როგორც ასეთი ან დასრულდება, საკუდამოდ ან დასრულდება დროებით პუტინს როგორც უნიჭოს
და უნიჭოდ მოიხსენიოთ, უნიჭოდ დავარქვათ მას ამის შესაძლებლო გაჭედილს, მოდი თუნდაც სხვა სიტყვა მოვიშველიოთ, გაჭედილს საკუთარ წარმოდგენებში და არასწორ წარმოდგენებში შესაძლებლობა სხვა რამის მოფიქრებისა, კარგი რამის, სწორი რამის მოფიქრებისა, მათ შორის ომიდან ექსიტისა, გამოსვლისა, ამის შესაძლებლობა უბრალოდ არ აქვს. პუტინს აქვს ორი გზა. ან თქვას, რომ SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს რუსეთმა მიაღწია და შესაბამისად რუსეთი წყვეტს საომარ მოქმედებებს და აი ის ტერიტორია, რაც მას უკვე დაპყრობილი აქვს, ჯერაც დაპყრობილი აქვს, ეს არის მისი და დავიშალეთ, თუმცა უკრაინელები ამაზე თანახმანი არ იქნებიან, ბარემ ვითხვი და აუცილებელია ამის თქმა, მიუხედავად იმისას, რომ უკრაინასაც გვარიერად უჭირს ხმელეთზე, ამის თქმის შესაძლებლობა უკრაინას კერა პუტინს აქვს, მაგრამ მეორე ვარიანტია და ჩემი მოსაზრებით ეს უფრო რეალისტური ვარიანტია, რომ პუტინმა დაიწყოს ხელფეხის უაზროდ ქნევა ყველა მიმართულებით. აი, მაგალითად, ბელარუსიდან, ლიეტვისა და პოლონეთის მიმართულებით, სუვალკის დერეფლის მიმართულებით, თუნდაც ასე ვიტყვი, კალინინგრადის ჭყალებში განთავისუფლების ამოცანი დაისახავს მიზნას და მერე უკვე შეუტევს ლიეტვას და პოლონეთს მეთქი და ახლა უნდა წამომცნელოდა, რომ შეუტევს სახმელეთო ოპერაციით მეთქი და ცოტა მეც მიჭირს სიმართლე გითხრათ ამის წარმოდგენა, იმიტომ რომ პუტინის რუსეთი გამოშიგნული სახელმწიფო 30-35,000 ადამიანი უქმდება მას უკრაინის ფონზე და უნებრივია დამატებითი 1000 კაცის განადგურება წკიბისთვის უმძიმესი იქნება, მით უმეტეს რომ შესანიშნავად ხდება, ან უნდა ხდებოდეს ეს შლეგი ლიდერი, რომ უკრაინა ხომ არ ტოვებს უპასუხოდ რუსეთის იერიშებს და პოლონეთი და ლიეტვა და მთელი ნატო ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით მეთქი გავბედავდა ვიტყვი ასე, ამ შემთხვევაში მას ასიმეტრიულ პასუხს გაცემენ, ასიმეტრიული პასუხის განმარტება კი მრავალგვარია, მაგრამ ასიმეტრიული პასუხი შეიძლება იყოს არა მხოლოდ ამ ტერიტორიაზე პასუხის გაცემა რუსეთისათვის, არამედ რუსეთის მნიშვნელოვანი, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი უკრაინა ხო ბომბავს, მაგრამ უკრაინა რომ ბომბავს, იმაზე უფრო მნიშვნელოვანი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვა მოსკოვის შუაგულში, მეთქი კალცევოის შიგნით, მეთქი გავბედავდა ვიტყვი. ასე, ამიტომ პუტინი ამაზე წავა, ხო, იმიტომ რომ სხვა გზა არ აქვს, მაგრამ შეიძლება არც წავიდეს, იმიტომ რომ სხვა გზა უნდა მონახოს და სხვა გზა გითხარით არის გამოცხადება, რომ SVO-ს ფარგლებში დასახულ ამოცანებს რუსეთმა როგორღაც მიაღწია, ოღონდ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამის შედეგად დაიცინება უშუალოდ რუსეთიდანაც და დაიცინება მსოფლიოს რაც არ უნდა მოიფიქროს, როგორც არ უნდა შეფუთოს, მსოფლიოს ლიდერების დაასცინებენ, ელემენტარულად ამოიღებენ რუკას აჩვენებენ, რომ აი ეს იყო შენი 2022 წლის დასაწყისში პირობითად ვლაპარაკობ, ან 22 წლის რაღაც მაისში თუ ივნისში და ეს შენი აღარ არის დონბასის 20%-ს მართლაც უკრაინა აკონტროლებს, ჯერაც და გააკონტროლებს კიდევ უფრო მეც, ანუ ხვალ არ გამორიცხოთ, რომ გააკონტროლოს კიდე 5%, კიდე 7%, კიდე 10% და ასე შემდეგ და შესაბამისად პუტინს ამის თქმა ნაკლებად შეუძლია სად შეიძლება მიიტანოს რუსეთმა იერიში ამასობაში, ხა ბევრი თქვენგანი მეტყვის და მეც თქვი ეს გუშინ იყო თუ დღეს, რომ შეიძლება პრეზიდენტ სააკაშვილს ავყევი ერთგვარად და ეს იყოს კავკასიის რეგიონი და ბიზინა ივანიშვილი გამოატარებს რუსეთის შეერაღებულ ძალებს რუსეთის მხრიდან სომხეთის დასაპყრობად და ფაშინიანის დასამარცხებლად მეთქი თითქოს და სწორი გრძელობა ამ ლოგიკას, ამ სცენარს არსებობის უფლება რასაკვირველი აქვს, მაგრამ მეორე მხრივ მე გეტყვით, რომ გუშინ კი ვთქვი, რომ 20%-ია ამის შანსი მეთქი, მაგრამ თქვენს ნებართვით ახლა შევამცირე პროცენტა ოდენობას მე მგონია, რომ 5%, 3%-ს ამის შანსი უბრალოდ არ ცდება, არა იმიტომ, რომ რუსეთს ამის სურვილი არ აქვს და არც იმიტომ, რომ ბიზინა ივანიშვილი ახლა არ გაატარებს ის და მაინც რუსეთის შეერაღებულ ძალებს და არ დაიტოვებს 1000-ეულს აქ და გამიკონტროლე საქართველოს ტერიტორიაო არ ეტყვის ბიზინა ივანიშვილის თავის მხრივ იმოდი თითქოს ვამტკიცებ ხოლმე კრიტიკულ მომენტში დამაცემინებს სუსხია დილით ცილის 8 საათია და ახლობი თბილისში ახლა საქართველოში ბიზინა ივანიშვილი ამაზე ყაბული იქნება, თანახმა იქნება, წამსვლელია, მკადრებელია
როგორც ქართულგვარიანი რუსი, მაგრამ რუსეთს სახმელეთო ოპერაციის დაწყების უნარი ხომ არ აქვს, მაგრამ განსაკუთრებით არ აქვს ამა თუ იმ ტერიტორიის შენარჩუნების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკვანძო სიტყვა. ამა თუ იმ სივრცის შენარჩუნების უნარი. ოდნავი თლად ზუსტი სიტყვა არ არის, მაგრამ თქვენ ისევ მაინც ასე ვიტყვი. ოდნავი წინააღმდეგობის, მით უფრო სერიოზული წინააღმდეგობის, შეიარაღებული ძალების მხრიდან სერიოზული წინააღმდეგობის შემთხვევაში, ამა თუ იმ სივრცეში, რუსეთის ის ოკუპანტები, რომლებიც მინისის და აპირებენ შემოსვლას, შესვლას, ასე მაგალითად ერევანში, სომხეთში, თუ წინააღმდეგობას წააწყდებიან, ისინი დაიკავებენ ტერიტორიას ერთი კვირით, ორი კვირით, მაგრამ მე-15 დღის მე-4 საათის დასაწყისშივე ისინი იმ ტერიტორიას დატოვებენ. უკრაინაში არაერთი სოფელია, როდესაც უკრაინელებმა დატოვეს ის სოფელი, რუსებმა თითქოს გაიმარჯვეს, მოახსენეს შლეგ ლიდერ პუტინს, რომ აი ავიღეთ ეს ბჭყალებში უმნიშვნელოვანესი სოფელიო და კარგად დავაჭარბებთ, თუ ვიტყვი, რომ მეორე დღეს რუსებმა დატოვეს ის თავისი დროშაც ან დატოვეს და დარჩათ, ან ვეღარ გამოიტანეს იმ სოფლიდან, რომელიც აღბართული ჰქონდათ, ან გამოიტანეს და დატოვეს ის სოფელი და ისევ და ისევ პრაქტიკულად უბრძოლებლად გადასცეს უკრაინელებს, იმიტომ რომ შენარჩუნება კიდევ სხვა ამბავია, რომ ვიცოდეთ, მაინც ამა თუ იმ დაპყრობილი, თუმცა ეს ოკუპანტისაგან, როდესაც არავინ ან ბევრი არავინ კეთანამშრომლებიან რუსებს ჩვენში დარჩეს და იციდან და რუსეთმა ისე უტირეს მოქალაქეებს დედა და ისე გაარუსეს ბევრი ქართველი, აქ ალბათ თანამშრომლობის ანუ კოლაბორაციის ნიშნებს და ამბებს ჩვენ ვნახავთ ამ სცენარით პრობლემთან განვითარების შემთხვევაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ტოტალური წინააღმდეგობა რუსეთს იმედი მაქვს და დარწმუნებულიც ვარ, შეხვდება რუსეთის ეკონომიკას უაღრესად უჭირს და აქ უგულისხმობთ რასაკვირველი აფეთქებებს, კრიტიკულ ეკონომიკურ ობიექტებს, ავტომგადამამუშავებელ ქარხნებს, გაზსაცავებს, მილსადენებს და ასე შემდეგ, ლუკოილი, გაზპრომი რა არ ფეთქდება ურალს იქით და ურალს აქეთ. და პუტინი ამას მიუხედავად იმისა, რომ არ ამბობს, პუტინმა ამის თაობაზე იცის, თუმცა რასაკვირველია, ბევრ ტყუილსაც ეუბნებიან, რომ რუსების შეტევაზე არიანო პუტინმა, ამის მორეულმა, არა პუტინმა, ესე ვთქვათ, პუტინმა საბოლოო ჯამში მაინც კარგად იცის ომის სურათი, რაც ხდება, უბრალოდ ჯიქური კაცია, რომელიც ეჯიბრებოდა და ეჯიბრება სტალინს ძლევამოსილებასა და ისტორიაში პირველ-პირად მე-21 საუკუნეებში ყოველ შემთხვევაში ჩაწერაში, მაგრამ მას კოვზი ნაცარში არა, მას თავისი პატარა ფეხი დიდ ძერმოში უკვე ჩაუვარდა.